მუდმივად აქციაზე იყო, აქ უღამდებოდა და უთენდებოდა, სადაც აქციის ეპიცენტრი იყო და რო დააკავეს უკვე მესამე ღამე ჰქონდა გათენებული. მათე პატარაობიდან ხასიათში ეტყობოდა ხოლმე, რომ იყო რაღაც ძალიან დამოუკიდებელი, რომ სულ უნდოდა რომ თვითონ გაეკეთებინა რაღაც და პატარაობიდან ჰქონდა ეგ სიჯიუტე და ეგ გამოვლინდა დიდობაშიც და არ შეშინებია იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია დღესაც არ ეშინია და ჯიუტად იბრძოდა ქვეყნისთვის, ქვეყნის კარგი მომავლისთვის, ნათელი მომავლისთვის, რამაც განაპირობა ის, რაც დღეს ხდება მათეს თავს. მე და მათე გავიზარდეთ ქვეყნის ისტორიასთან ახლო, კულტურასთან ახლოს, ხალხურ ცეკვებზე დავდიოდით, ხალხურ საკრავებზე და ვფიქრობ, რომ როცა ბავშვს აქვს ამ ყველაფერთან შეხება, როცა მასწავლებელი ასწავლის სიახლოვეს, ქვეყნის კულტურის სიყვარულს, ეს განაპირობებს ძალიან ბევრ რამეს ადამიანის მომავალში, მომავალ ცხოვრებაში და ვფიქრობ, აქედან გამომდინარე ჩაინერგა მათეს გონებაში და გულში ქვეყნის პატრიოტიზმი და ამ სახით გამოავლინა დიდობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ იბრძვის ქვეყნისთვის და უყვარს ეს ქვეყანა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი და თვითონ დამოკიდებულებაც ამ მოვლენებისადმი განაპირობა იმან, რომ გაიზარდა მათე თამასაკში ადამიანი ან ძალიან სწრაფად სწავლობს ყველაფერს, ან გვიან და მე ვფიქრობ, მათემ ადრე შეიმეცნა, ესე რომ ვთქვათ, ის ყველაფერი, რაც სჭირდებოდა მას, რომ ეს ყველაფერი სწორად გაეაზრებინა და სწორ მხარეს დამდგარიყო. მაისში დადიოდა ეს აქციებზე და მაშინ მეგობრებთან რჩებოდა და ბოლოს უკვე შემოდგომაზე, როცა დაიწყო აქციები, ერთად ვიყავით უკვე გადმოსულები. ანუ მაისში ჩამოდიოდა ხოლმე აქციების გამო. და ეხლაც როგორ იყო, იცით, მასთე ხო მუსიკოსია და ჩამოვიდა რეპეტიციაზე, იმიტომ რომ მაგის მეგობრები უკვე აქ იყვნენ თბილისში ჩამოსულები და მათისაც უნდოდა რომ მათთან ერთად ყოფილიყო და მუსიკასთან კონტაქტი არ გაეწყვიტა. და ნუ რო ჩამოვიდა, ნუ აქციებზეც დადიოდა, თორე ესე პერსონალურად აქციებისთვის არა, მაგრამ მაინც ძირითად დროს აქციებს ეატარებდა ვიდრე მუსიკასთან. ესეთი პატრიოტია და ქვეყნის სიყვარულის გამო გადადო ყველაფერი გვერდზე. როცა მათე ჩამოვიდა, ჩამოსულან დაახლოებით 2 კვირაში დააკავეს. ნერვიულობდით ჩვენს აქციებზე რო დადიოდა, იმიტომ რომ იყო დარბევები იმ პერიოდშიც არ იყო სტაბილური სიტუაცია და თვითონ მაინც არ ჩერდებოდა, არ ეშინოდა, არაფერი არ აფერხებდა, რომ დგარიყო იქ და ებრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც განადგურებდა ჩვენს ქვეყანას. მათე დააკავეს მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე, როცა დაიწყო დარბევა ვარაზის ხევთან, როცა აქციის მონაწილეებმა ქვემოთ გადმოინაცვლეს მელიქიშვილისკენ, იქ მოხდა მათის დაკავება. მე ვიყავი სახლში მაგ დროს და დილით გამაღვიძა დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მათს ველაპარაკებოდიო და რო ვუთხარი სახლში წადიო, მითხრა მალე წავალო, მაგრამ რაღაც უცბად გაუთიშია ტელეფონი და მე რო ვურეკავდი უკვე, აღარ მეპასუხა, გათიშული ჰქონდა ტელეფონი და არ მიფიქრია, რომ დააკავებდნენ, იმიტომ რომ არ მინდოდა უბრალოდ მეფიქრა ეგ. მაგრამ დაახლოებით 20 წუთი იყო დედასარიდან გასული, რომ დაიტოვეს ჯგუფში ვნახე პოსტი, დაკავებულების შესახებ წერდნენ, ადვოკატი ვისაც სჭირდებოდა და იქ ვნახე, რომ მათ ეს სახელმწიფო ეწერა და დაიტოვებიდან გავიგე. ნუ მაშინვე არ ვიცი რა დამემართა. პანიკაში ვიყავი, ვერ ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა და ადვოკატთან უკვე დარეკილი ჰქონდათ და უბრალოდ ველოდებოდით უკვე ადვოკატის ზარს გაგვეგო სად იყო და როგორ იყო. დაახლოებით 3 საათი არ ვიცოდით მათეს ადგილსამყოფელი და მდგომარეობა და დამირეკეს შემდეგ დიღმის იზოლატორიდან რო იყო იქ. დაახლოებით 1 საათში შევიდა ადვოკატით და ნუ გავიგეთ რომ კარგად იყო, ფიზიკურად არ შეხებიან და გვითხრეს რომ იყო ადმინისტრაციული კანონდარღვევით დაკავებული და 48 საათში გამოუშვებდნენ. მაგრამ 48 საათი რო გავიდა
მე და მამა ვიყავით იზოლატორთან, ველოდებოდით რომ უნდა გამოსულიყო. დააგვიანეს გამოყვანა ჯერ იზოლატორიდანაც და შემდეგ როდესაც გარეთ უნდა გამოსულიყო, დახვდა 2 თუ 3 პოლიციელი და შეაბრუნეს უკან პოლიციის დეპარტამენტში მოტყუებით, რომ რაღაც საბუთებზე უნდა მოგაწერიოთ ხელი და გაგიშვებთ, არაფერი მნიშვნელოვანი არ არისო და როდესაც შეაბრუნეს შემდეგ უკვე აღარ გქონდა მათ ეს ინფორმაცია, საერთოდ ისე ვიყავდათ, ან როგორ იყო, რა ხდებოდა, საერთოდ მათ ეს თავს, იმიტომ რომ შიდა ნომერზეც რო ვრეკავდით, არავინ არ გვცემდა პასუხს. ერთხელ მახსოვს, მამამ დარეკა, მათ ეს გამომძიებელს გავარკვევთო, ეხლა ვებინ არისო. ხალხმა გადმოგვირეკა უკან და გვეუბნება, რომ მათე იქ არ არის. ნუ რა თქმა უნდა, იტყუებოდნენ, საკუთარი თვალით დავინახეთ, როგორ აიყვანეს მათე დეპარტამენტში და უკანონოდ დაიწყეს მათ ეს დაკითხვა, იმიტომ რომ ადვოკატი არ ყავდა საერთოდ. აქამდე არც დასჭიროებია მათის ადვოკატი. სისხლის საქმესთან დაკავშირებით, საქმის შეკერვა უნდათ, რა თქმა უნდა და დაკითხვის მერე დაგვირეკეს. მე დამირეკეს, რომ ედავებოდნენ სამ პოლიციელზე თავდასხმას. დედა, როგორც მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ არის. ჯერ თავიდან საერთოდ დაკავების ამბავს უმალავდი ადმინისტრაციული მუხლით. მე ვცდილობდი რომ ესეც დამემალა სანამ კარგად არ გავარკვევდით რა ხდებოდა ჩვენს თავს და მაინც Facebook-დან გაიგო პირველი დაკავების ამბავიც შემდეგ მეორე დაკავების ამბავიც მედიამ გავრცელა სოციალურ ქსელებში და მეორე დაკავებაც გაიგო უკვე მაქედან შემდეგ უკვე ბრალი წაუყენეს მეორე დღეს და გადაიყვანეს უკვე გლდანის იზოლატორში. იმის მერე არის იქ, მე 6 თვე დაიწყო უკვე და არ ვიცი უბრალოდ რა უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ დღეს რაც ხდება, მათეს თავს და ასევე სხვა დანარჩენი პოლიტპატიმრების თავს არის სრული განუკითხაობა. შეკერილი საქმეებით, შრომოწმეებზე ნუ ლაპარაკი ზედმეტია, მათ ხო არა პროკურორები, თვითმმართველი მოსამართლეები, სანქცირებულები ამასთანავე ეს ყველაფერი, ნუ რა თქმა უნდა, ყველა მიცის, რომ მიანიშნებს იმაზე, რაც ხდებოდა რუსეთში, ეს არალეგიტიმური მთავრობა მიგვაქანებს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით რუსეთში, მაგრამ არ გამოვათ, იმიტომ რომ წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე და არ დავნებდებით. როცა გავიგეთ, რომ სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, სისხლზე რო გადააკვალიფიცირეს, ან წამში გამოვიფიტეთ მოციურად. არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ მათ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ესე გადაკვალიფიცირება მოხდა საქმის და შოკი მივიღეთ, დღემდე მომყვება ალბათ ის სტრესი, რაც იმ დღეებში გამოვიარეთ, იმიტომ რომ როცა ესეთ რაღაცას ეჯახები, თან განსაკუთრებით ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ აქამდე საერთოდ არ გქონია მსგავსი შემთხვევა და როცა ოჯახის წევრის თავს ხდება ესეთი რამე, თითქოს გქონია რომ არ ხდება, მაგრამ რეალობის წინაშე გიწევს დადგომა და ძალიან რთული იყო იმის გააზრება და დღემდე მიჭირს იმის გააზრება, რა შეიძლება მოხდეს. ასევე დედასთვის არის ორმაგად კი არა, ათმაგად რთული. იმიტომ რომ შორს არის დედასგან განსხვავებით მე მისვლა და ნახვა მაინც შემიძლია, მაგრამ დედას ფაქტობრივად მხოლოდ ფოტოებიდან და სასამართლოს კადრებიდან შეუძლია შვილის დანახვა. ეს არის ჩემი პირობებში არანაირად არ მოსაუბრებელს. რეალურად ჯობს ამბობს პროკურატურა, მაგრამ საქმეში არაფერი არ დევს მაგდაგვარი. არც ვიცით ჯოხი ეჭირა, რამე ქაღალდის დაგრეხილი, ანუ არ ვიცით რა ეჭირათ, თვითონაც ვერ ამბობენ, არაფერი არ უდევთ საქმეში. და სამ პოლიციელზე თავდასხმა, არ ვიცი 20 წლის ბიჭზე რო იტყვი, რომ სამ პოლიციელს დაესხა თავს, ეს პოლიციელები საერთოდ არ ვინ არიან, სირცხვილით როგორ ამბობენ, რომ 20 წლის ბიჭმა სცემა. სამედიცინო დასკვნები არის გაყალბებული. ანუ არ ვიცი საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკო. საქმე არის შეკერილი. კადრში ჩანს უბრალოდ ბიჭი, რომელიც არის დაბნეული. არ იცის რა უნდა გააკეთოს მომენტში, იმიტომ რომ 5 და 10 პოლიციელი რო გარს გახვევია და ყვირიან რო დააკავეთ,
ინსტინქტურად იწყებ თავის დაცვას. კადრში კარგად ჩანს ის პოლიციელი როგორ ეჯაჯგურება მერე ჩანთაზე ორივე ხელით და ეგ რო ამბობს რომ მე ჩამარყავ არანაირი ინსტინქტი არ ქონდა ტკივილის შეგრძნების ელემენტარული ხელი არ გაუჩერებია წამის მიასეთშიც კი და საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს არ მისმის. ესეთ სიტუაციაში შენ რომ არ ითვალისწინებ არც მის ასაკს, არც მის ემოციურ მდგომარეობას და არც იმ სიტუაციას, რაც რეალურად ხდებოდა გარშემო, რომ სპეციალურად შექმნა პოლიციამ ის სიტუაცია, რომ იქ ხალხი დაეკავებინათ, არ ვიცი უბრალოდ რაზე უნდა ილაპარაკო. უნდათ ეს სიტუაცია შეექმნათ, დაეკავებინათ ხალხი, შეეკერათ საქმეები და ეს შეასრულეს კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიტანენ ამ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, მათთვის ტრამული არ ყოფილა ეხლა თმის შეჭრა. უბრალოდ, ანუ მე თვითონ ჩვენ ოჯახის წევრებს და საზოგადოებასაც პროცესორად დავინახეს თმების გარეშე რაღაცნაირად შინაგანად ჩამწყდა თითქოს რაღაც, რომ ეგ მოხდა იმისთვის, რომ მათე იყო შიგნით, თორე გარეთ რო ყოფილიყო შეიძლება და იმ მომენტში, ანუ შეიჭრდათ მას ან არ შეიჭრდა, მაგრამ იმდენად ტკივნეული არ იქნებოდა ჩემთვის რაღაც პირდაპირ ციხესთან გავაასოცირე, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ ადამიანებს არაძლევენ ხოლმე მის საშუალებას ატარონ გრძელი თმები და ხო რაღაც ემოციური ზეგავლენა ჰქონდა ჩვენზე, თორე მათეზე როგორც ვიცი არა. სინანულით არ ნანობს არაფერს, იმიტომ რომ წყორმხარესი ბრძოდა და მართალია და რატომ უნდა ინანოს ადამიანმა ამ შემთხვევაში საერთოდ რამე მათე მან თუნდა სხვა. ჩვენს ბენატრებით ძალიან წერილებიდანაც ჩანს, რომ არ ვიცი, მათ ეს საუბარი, ანუ როგორ წერილებსაც გვიგზავნის და იქ რომ მივდივარ როგორც გველაპარაკება, არ მომისმენია ალბათ, იმიტომ რომ რაღაც სხვა სიტუაციაში რო ვართ ახლა, ალბათ უფრო მეტად გამოხატავს გრძნობებს. მოევენატრეთ ჩვენს გიტარად, არ ვიცი, მუსიკა იყო მათთვის ყველაფერი. განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში გიტარის გარეშე ერთი დღე არ გაუტარებია და სარეპეტიციოში საათობით იჯდა ხოლმე მარტო და საათობით უკრავდა, იმიტომ რომ მისი ცხოვრებაა გიტარა და სიყვარული. ვერ წარმომიდგენია მათე გიტარის გარეშე და ამას წინათ რო ვიყავი მისული, მითხრა რომ მელოდიები მაქვს მომფიქრებულია და რო გამოვალ ჩაწერა მინდაო და ველოდებით, როდის გამოვა, რომ გააგრძელოს ის იქიდან, სადაც გაჩერდა. ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ამ მთავრობას თავისი დრო გაუვიდა, ყველა ვხედავთ, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ ანუ წარმოუდგენელია, ვერ ვხვდები უბრალოდ საერთოდ როგორ უნდა გაუკეთო შენ ხალხს ესეთი რამე და როცა ამას გაბედავ, შენ იქ დამთავრებული ხარ. ამათ იციან, რომ დამთავრებულები არიან, ძალად ინარჩუნებენ ვითომ ლეგიტიმურობას და ვითომ ქვეყნის მმართველობას, თორე დღეები აქვთ ამათ დარჩენილი, ანუ ძალიან მალე არის დასასრული და ვერ ვხვდები უბრალოდ რას ებღაუჭებიან. უფრო მეტად იღუპავენ თავს ყოველ დღე, უფრო და უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ და იმის მაგივრად, რომ თავის დროზე ეთქვათ, რომ მივდივართ და ფარხმალი დაეყარათ იქ და უფრო სწორიც იქნებოდა, უფრო უარესი რაღაცები გააკეთეს და არ ვიცი, ოჯახის წევრებსაც გადმოკვდნენ, რეპრესირებულები ვართ ფაქტობრივად ყველანი. და რა ვიცი, ან ჩვეულებრივი 37-იან წლებში დაგვაბრუნეს, საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნეს და ეგ დღეები ახადგინეს, ესე რომ ვთქვათ, ეხა 37 წელში ალბათ არავინ ახარ არის იმ წელს ვინც იყო, მაგრამ ისტორიას ხო აქვს შემორჩენილი ეს ყველაფერი. რაც არ უნდა გააყალბონ, 2008 წლის ომი იქნება თუ 9 აპრილი. აზრი არ აქვს, არის ხალხი, ცხოვრობს დღეს ამ ქვეყანაში ხალხი, ვისაც ახსოვს ეს რეალობა და ამის უფლებას არ მივცემთ. არ მივცემთ, რომ თვალსა და ხელშუა გამოგვაცვალონ ის ისტორია, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას და საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ და მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა ეს ქვეყანა აქ და ჩვენი თაობა განსაკუთრებით არ მივცემთ ამის უფლებას, იმიტომ რომ დავიბადეთ თავისუფალ ქვეყანაში, გავიზარდეთ თავისუფლები, თავისუფლებაში გვაქვს განათლება მიღებული და ვიცით რა არის თავისუფლების გემო, ამიტომ თუ გონიათ რომ რამე შერჩებათ, ძალიან ცდებიან და მინდა უთხრა რომ მალე დასრულდებიან.
მივმართავდი ყველას ალბათ, რომ მალე დაგვებრუნდებით ყველანი ერთიან და გამარჯვებულ საქართველოში, თავისუფალ ქვეყანაში. და გვიყვარხართ ძალიან ყველას. ადამიანი ცვლის დროების ადამიანი